კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა უფალს დღევანდელი დღისთვის, მადლობა რომ მოგვეცა საშუალება რომ შევკრიბილიყავით, დავტკბეთ ერთმანეთით, დავტკბეთ უფლის სიტყვით, მივიღოთ სულიერი საკვები. სანამ წავიკითხავდეთ, მე მინდა რომ სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენი მორწმუნე, ჩვენი ძმა გადავიდა უფალთან. და რაც არის ის რომ რაც მიხარია რომ იყო ასაკში ძალიან დიდი ის არ იყო ღმათ მოხუცი, მაგრამ ასაკ მაინც ჰქონდა 70 წლის ძმა იყო და რაც მიხარია მე რომ ამ თავისი ცხოვრების ბოლო წლების მანძილზე მან მიიღო უფალი, მან მას მიეცა საშუალება რომ გაეგო უფლის ჭეშმარიტების ისა სიტყვა და მან მოინანია, მოინათლა, გახდა უფლიშვილი და უკვე დღეს არის უფალთან. და რატომ მოვაყოლეს ისა სიტყვის წინ ეს, რომ ხშირად როცა მსახურებაზე მიმყავდა ხოლმე გავლით, გამოვლით, ხშირად იყო ხოლმე დანაღვლიანებული. და რომ ვეკითხებოდი რომ რატო ხარ ისა და ყოველთვის როცა ეკლესიაში მივდივარო, დამცინიანო. რომ აი შენ ისევ შენ სკოლაში უნდა მიწახვიდე ისევ ისა და ყოველთვის მიწევდა თქვა რომ ეს სკოლა კი არა, ეს არის ეკლესია, სადაც უფლის ჭეშმარიტი სიტყვა იქ ადაგება. და რატო მოვაყოლე ეს რომ ყველა ადამიანს, ყველა ქრისტიანს, ვინც აღიარებს და უნდა რომ მიაროს ღვთის გზით, მას უწევს თავისი წმენის დაცვა. თავისი წმენის წარსდგენა და ბიბლიაში როცა ვკითხულობთ დაბადებიდანვე და ზოგადად მთელი ბიბლიაში უფლის შვილები, ვინც კი უფლის სახეს განადიდებდა, მათ უწევდათ თავისი წმენის დაცვა. ისინი მიდიოდნენ თავიანთი წმენის დაცვის გამო, ბევრ რამეზე მიდიოდნენ. და უამრავი ადგილია იმიდან, რომ ძველი აღთქმიდან რომ გავიხსენოთ, რომ აბრაამს უწევდა თავისი წმენის დაცვა. მან მისი წმენის გამოსა გამოიხატებოდა მის ვაჟში, მის შვილში, რომ დაემტკიცებინა ღმერთის მიმართ ერთგულება. ასევე არის ძველ აღთქმაში დანიელი, ძალიან კარგად ვიცით მისი წარმომადგენლობა, როგორი იყო და ვინ იყო ის. მას მისი წმენის დაცვა და მისი ერთგულება ღმერთის მიმართ გამოიხატებოდა. წუთნას გადიოდა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ყველაზე ძლიერი მის ცხოვრებაში რაც იყო, როცა ის დადგა წმენის გამოსვლის წინაშე, როცა ის რომების წინაშე იდგა. მაგრამ მან დაიცოცხლა თავისი წმენის ერთგულება ცოცხალი მინდობით ღმერთზე. ასევე არის იობი, როცა მას მის ცხოვრებაში დადგა წმენის გამოცდა, მას ყველაფერი ჰქონდა. ის არაფერზე არ ოცნებობდა. მაგრამ თავარი არის ის, რომ რაც მან ყველაზე მნიშვნელოვნად დააფასა, ეს არის ის, რაც ყოველთვის დღეს მოწმეებში უნდა ფასდებოდეს. რომ მან ყველაზე ძალიან წაწია უფლის სახელი წინ, მან ყველაფერი დაკარგა. მან დაკარგა ჯანმრთელობა, მან დაკარგა შვილები, მან დაკარგა ქონება, რაც კი ჰქონდა. მაგრამ ის ამობს, რომ შიშველი მოვედი ამ ქვეყნად და შიშველი წავალ ამ ქვეყნიდან. ეს ნიშნავს, რომ ის ბოლომდე რჩებოდა უფლის წმენაში. დღეს ახალ აღთქმაში, უკვე ახალ ეპოქაში ესე რომ ვთქვათ, დღეს მოწმეებს დღესაც გვიწევს წმენის დაცვა. რომ ჩვენი წმენის პრინციპები წამოვწიოთ წინ. უამრავი ადამიანები ახალ აღთქმაშიც მოციქულებსაც უწევდათ თავისი წმენის დაცვა. თვითი იესო ქრისტე, როცა დედამიწაზე მოვიდა, როცა დედამიწაზე ცხოვრობდა 33 წლის მანძილზე და 3 წელიწადნახევრის მანძილზე, როცა ის მსახურობდა, ის იცავდა მამა ღმერთის პრინციპებს. ის იცავდა თავის ურთიერთობას ღმერთთან. და ერთ-ერთი მომენტი, როცა ისმება, როცა 40 დღის მანძილზე იესო ქრისტე ისდებოდა უდაბნოში, იცდებოდა. ის ხო ღმერთი იყო. ის ხო განკაცებული ღმერთი იყო, მაგრამ იცდებოდა. რატო? რატო შეიძლება ვთქვათ, კი დავსვათ კითხვა, რომ რატო იყო იესო ქრისტე უდაბნოში 40 დღე? რატო იცდებოდა და რაში გამოიხატებოდა მისი გამოცდა?
იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ჩვენ ვიცით წმინდა წერილებიდან რომ სულს ხორცი საწინააღმდეგო სულს და ხორცს სული საწინააღმდეგო და იესო ქრისტე უდაბნოში როცა იმყოფებოდა ის იყო ბრძოლაში ბრძოლა სულის და ხორცის ერთმანეთის ბრძოლაში ხორცს უნდოდა ერთი სულს უნდოდა სულ სხვა რამე ხორცის მნიშვნელობით იყო როცა ეთქვა რომ უთხარი ქვეებს რომ პურად იქცეს მაგრამ იესო სულიერად პასუხობდა ის იცავდა თავის სულიერ ურთიერთობას ღმერთთან დღეს ჩვენ მოწმენებს 21 საუკუნეში გვჭირდება რომ ჩვენი სულიერი მდგომარეობა ჩვენი ცოცხალი რწმენა დავიცვათ პირველ საუკუნეში ძვირფასებო ადამიანები რწმენას სიცოცხლის ფასად იცავდნენ ისინი სიცოცხლეს იღებდნენ იმისთვის რომ მათი სულიერი მდგომარეობა ყოფილიყო უფრო ცოცხალი და პავლე იაკობ მოციქულის წერილში წერია რომ რა არის რწმენა რა არის რწმენის უპირატესობა დღეს 21 საუკუნეში ადამიანს ადვილად შეუძლია თქვას უარი რწმენაზე ადვილად შეიძლება თქვას იმაზე რაც სულისკენ არის მიმართული რაც ღმერთის სახელის განსადიდებისკენ არის მიმართული მაგრამ უარს ხშირად ვერ ამობს რაც ხორცი გთხოვს რაც ხორცი გვეუბნება მაგრამ იაკობი მოციქულის წერილში წერია პირველი თავში მეორე-მეოთხე მუხლებში ყოველივე სიხარულით ჩათვალეთ ჩემო ძმებო როდესაც მრავალგვარ განსასწრებს შეხვდებით რაკი იცით რომ თქვენი რწმენის გამოსდა შობს მოთმინებას კი უნდა ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება რათა იყოთ სრულყოფილნი წუნდაუდებელნი და ყოველ მხრივ უნაკლონი იაკობი ამახვილებს ყურადღებას რომ ჩვენი რწმენის გულისთვის რაღაცა უნდა გავიღოთ რაღაცაზე უნდა ვთქვათ უარი რაღაცაზე უნდა ვიყოთ მომთმენი რაღაცაზე უნდა ვიყოთ შემართებული ცოცხალი ურთიერთობა უნდა გქონდეს ღმერთთან და იაკობი ამბობს რათა იცით რომ თქვენი რწმენის გამოსდა შობს მოთმინებას დღევანდელ დღეს ჩვენი პრობლემები ჩვენი განსაცდელები ჩვენი სასოწარკვეთა რაც შეიძლება იყოს გვაძლევს მოთმინების უნარს გვაძლევს რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ჩვენი სულიერება შევინარჩუნოთ იგივე ურთიერთობა ღმერთთან რაც გქონდა ან რაც გვაქვს იმიტომ რომ უფლის სიტყვა ამბობს რომ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი რწმენა დღეს თუ ადამიანი არ იცდება თუ არა აქვს პრობლემები მორწმუნეს როგორ გამოამჟღავნეს ცოცხალ რწმენას როგორ გამოამჟღავნებს ერთგულებას ცოცხალი ღმერთის მიმართ მაგრამ იაკობი ამბობს რომ მოთმინებას კი უნდა ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება როცა მოვიყვანეთ ძველი აღთქმიდან მაგალითები ყველა იმ პიროვნებას ვის რწმენაც იცდებოდა რომის ცხოვრებაში რწმენის გამოცდა ის დგებოდა ისინი ბაგით და საქმითად ამტკიცებდნენ აბრაამმა საქმით დაამტკიცა დანიელმა საქმით დაამტკიცა იობმა საქმით დაამტკიცა თავიანთი რწმენის ერთგულება ცოცხალი ღმერთის მიმართ დღეს ჩვენ როგორც ქრისტიანები როგორც ქრისტეს წმინდა დანატოვარი ამ ცოდვილ დედამიწაზე ჩვენ დღეს საქმით როგორ ვამტკიცებთ რომ ჩვენი რწმენა ცოცხალია როგორ შეგვიძლია დავანახოთ ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებს რომ დიახაც მე ვარ უფლის ტაძარი დიახაც შემში ცხოვრობ სულიწმინდა იმიტომ რომ მე გავაკეთე არჩევანი შემოქმედ უფალ იესო ქრისტეზე და არის მნიშვნელოვანი რომ ამით არ ამთავრდება ეს მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია და მოციქულთა საქმეების იმაში წერია წიგში რომ როგორ ვინ ახალ ეპოქაში უკვე ახალ ცხოვრების დაწყების მიზნით და ცოცხალი ურთიერთობა ახალი ურთიერთობა ღმერთის მიმართულებით ვინ შეეწირა ჩვენ გვახსენდება ერთ-ერთი პიროვნება ახალგაზრდა რომელიც იყო უფლის მოშიში რომელშიც იყო ცოცხალი რწმენა რომელიც იყო უფლის ერთგული ჩვენ ვიცნობთ ერთ-ერთ როგორც ახალ არჩეული დიაკვანს როგორც სტეფანეს ის ერთგული იყო ღმერთის მიმართ ის აღიარებდა უფალს თავისი ბაგით მაგრამ მან საქმითაც დაამტკიცა ეს ბოლომდე იყო ერთგული და ბოლოს როცა სიცოცხლის ფასად დაუჯდა თავისი რწმენის დაცვა მან ის ამბობს რომ ხედავ გახსნილ ცალს და გახსნის ცალზე მომავალ ღვთის ძეს მან ეს დაინახა
იმიტომ რომ მისი მიზანი იყო ზეცი უფალი იესო ქრისტესკენ მიმართებით და დღეს ჩვენც გვჭირდება რომ ჩვენი ურთიერთობა, ჩვენი მიზანი იყოს უფალი იესო ქრისტე. და პავლე მოციქული წერს ასევე კორინთელთა ეკლესიას მეორე წერილში თავის თავზე. და სანამ წავიკითხავდეთ, მე მინდა რომ ხაზი გავუსვათ ვიფასებო რომ პავლე მოციქული რასაც ამობს, რასაც ახლა წავიკითხავთ, პავლე მოციქული არ ამობს იმიტომ რომ ტრაბახობს თავისი თავით. პავლე მოციქული არ ამობს იმ მიზნით რომ როგორი კარგია ის, როგორი ნასწავლია და როგორი მომთმენია. პავლე მოციქული ამობს ამ უხლებს რასაც წავიკითხავთ, იმიტომ ვიფასებო რომ რა გაიარა მან უფალი იესო ქრისტეს გულისთვის და როგორ იცავდა თავის რწმენას ცოცხალი ღმერთის მიმართ. რა პრინციპებზე იდგა მაშინ, როცა ის იყო სასოწარკვეთაში. რა პრინციპებით იყო შემოქმედი ღმერთის მიმართ, როცა ყველას და შეიძლება მასაც ხორციელად იფიქრა, რომ როგორი მოკრეხანიღა დარჩენილი ამ წუთის სოფელში მისი ცხოვრება. მაგრამ პავლე მოციქული ამობს მეორე კორინთელთა წერილია ეს მე-11 თავის 23 მუხლიდან 22 მუხლის ჩათვლით. ქრისტეს მსახურნი არიან. უგუნურივით ვამბობ. მე უფრო მეტად ვარ შრომაში. ბევრად უფრო მეტად ტანძვაში. უფრო მეტად ვიყავი საპყრობილეში და მრავალ გზის სიკვდილის პირას. 5-ჯერ მივიღე ებრაელთაგან 41 ნაკლებით დარტყმა. 3-ჯერ კვერთხით მცემეს. ერთხელ ჩამქოლეს და 3-ჯერ გემის დაღუპას განვიცადე. ღამე თუ დღე შუა ზღვაში დავყავი მლავარჯერ. მოგზაურობაში, განსასწრებში მდიდრებზე, განსასწრებში ყაჩაღებისგან, განსასწრებში თანატომებისაგან, განსასწრებში წარმართებთაგან, განსასწრებში ქალაქად, განსასწრებში უდაბნოში, განსასწრებში ზღვაზე, განსასწრებში ცრუ ძმათა შორის, შრომას და გაჭირვებაში, გამუდმებით სიფხიზლეში, შიმშილში და წყურვიში, გამუდმებულ მარხვაში, ყინვასა და სიშიშვლეში. გარდა იმისა, ყოველდღიური ზრუნვა ყველა ეკლესიაზე. პავლე მოციქული მოკლედ ასახავს თავისი მიმართულებას, თავისი ცხოვრებას უფალ იესო ქრისტეს, როცა მან მიიღო, რა გადაიარა. რა პრობლემა შეემთხვა მას და ამით კი არ ტრაბახობს. ამას ამობს იმიტომ ვიფასებო რომ კორინთოს ეკლესიას დაენახა და დღეს ჩვენ დავინახოთ რომ წმენის გამო რა გამოცდები უნდა გველის და რა მომავალში რას გავევლით მომავალში. და რაც არის ვსტავალი რომ პავლე ამ პრობლემებში, ამ განსასწრებში თავისი სულიერი მდგომარეობა შეინარჩუნა. თავისი წმენას ამ პრობლემებზე მაღლა აყენებდა და ბოლოს უკვე ის ამობს ღირსეულად გავლილი ასპარეზი. ეს წარმოთქმული სიტყვები ადვილად ქრისტიანი ვერ წარმოთქავს. ვინც უფალში არ ცხოვრობს, ის პიროვნება ამ სიტყვებს ვერ წარმოთქავს. და ზუსტად იმიტომ წარმოთქვა პავლე მოციქულმა, რომ ეს განსასწრები მან უფალი იესო ქრისტეს ცოცხალი რწმენით გაიარა. დღეს ჩვენ ვართ პრობლემებში, დღეს ჩვენ ვართ განსასწრებში, გამოწვევების წინაშე. მაგრამ როგორ გადავლახავთ ამ პრობლემებს? როგორ ვართ ამ პრობლემებში? ქრისტიანობა გაცილებით მეც მოითხოვს ეკლესიაში მოსვლის შედარებით. ქრისტიანობა გაცილებით მეც მოითხოვს კვირაში ან დღეში ორჯერ ეკლესიაში მოსვლა და ღვთის სიტყვის კითხვა. ქრისტიანობა გაცილებით მეტია. ქრისტიანობა აისახება ზუსტად რაც პავლე მოციქულმა ჩამოთვალა, რომ ყველა ტკივილი, ყველაფერი მან გადაიტანა იმის გამო, რომ უფლის სახელი განდიდებული იყო. პავლე მოციქულმა სულ რაღაც 4 სამისიო მსახურება გაწია, რაც უფალი გაიცნო უფლის სახელის გულისთვის. მან უამრავი ეკლესია დააარსა. მან უამრავი შეურაცხყოფა მიიღო უფალი იესო ქრისტეს გულისთვის. მაგრამ დღეს ის ქრისტიანებში და უფლის თვალში არის როგორც ერთ-ერთი უდიდესი შეწირული მოწმუნე, როგორც წარმართა მოციქული და მოციქულად ცნობილი, როგორც ბიბლიიდან და წმინდა წერილებიდან
ვიცით. მაგრამ დღეს ჩვენს გვიწევს რაღაცის კეთება, ჩვენც უნდა გავაკეთოთ რაღაცა, რომ ჩვენი ცხოვრებით უფლისახელი გამდიდეს. დღეს ქრისტიანობა სამწუხაროდ შეიძლება იყოს მოდული, შეიძლება იყოს ფორმალური, შეიძლება იყოს იმიტომ, რომ ჩემი მეგობარი დადის ეკლესიაში და მეც უნდა მივიდე. ან ჩემი მეგობარი ცდილობს, რომ ყოველ დღე რაღაცა გააკეთოს ღმერთისთვის და მეც უნდა გავაკეთო. ისმება კითხვა, სად არის ცოცხალი წმენა? სად არის ღმერთის შემოშვება ჩვენს გულში? იმიტომ, რომ ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობა ღმერთს სჭირდება. და მეწუნეთ ღმერთზე ძალიან ჩვენ გვჭირდება. იმიტომ რომ ერთი დღეც რომ ღმერთის გარეშე გავატაროთ, მე ჩემ გამოცდილებაზე ვამბობ. ყოფილა მომენტები, როცა ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე, ერთი კვირა არ წამიკითხია, ერთი კვირა არ მილოცია, მაგრამ როცა შემოbrunებულად უნდა გადავშარო ბიბლია, როცა წამიკითხია და წავსგენი ვარ უფლის წინაშე, ლოცვით, უდიდესი სიცხვის გზნობა შემოსულა ჩემში, იმიტომ რომ როცა პრობლემა მოსულა ჩემს ცხოვრებაში, ჩემმა შინაგანმა სულიწმინდის მეშვეობით უთქვია, ეხლა გაგახსენდა ღმერთი? ეხლა გინდა ღმერთს თხოვო? სად იყო ის დღეები? სად არის ის წუთები, ის საათები, რომელიც შენ ღმერთში წირავდი და უნდა შესწირო? დღეს ჩვენგან ღმერთი გაცილებით მეც მოითხოვს. დღეს ღმერთი მოითხოვს ჩვენგან სუფთა გულს, სუფთა გონებას და ცოცხალ წმენას. ცოცხალ ურთიერთობას შემოქმნით უფალთან, უფალ იესო ქრისტესთან. მან უდიდესი სხვეპრი გოლგოთის ჯვარზე ამიტომ გაიღო. ამიტომ იყო ის შეურაცხყოფილი. ამიტომ იყო ის ჯვარზე მოკლული, რომ დღეს ჩვენ, როგორც ის არის ცოცხალი, ჩვენც ვიყოთ ცოცხალი. და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ვიფასო ერთ-ერთი კომენტატორი ამბობს და მეც ვეთანხმები ამას. შეუძლებელია ადამიანი იყოს ქრისტიანი, არ იყოს სულიერად ცოცხალი და იყოს უფალში სამარადისოდ სიცოცხლეში. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ თუ დღეს ადამიანი ჭუთისოფელში მასში არის ცოცხალი უფალი, მასში ცხოვრობს, მისი წმენა არის ცოცხალი და მოქმედი, ესე იგი მეტყველებს იმას, რომ ის იქნება ისეთივე, როგორც არის უფალი დღეს, ცოცხალი. ამიტომ ჩვენ დღეს გვჭირდება, რომ რაღაცა გავიღოთ ამისთვის, რომ შევინარჩუნოთ წმენა. ამიტომ ჯიფასებო გვჭირდება დღეს ჩვენ, რომ ჩვენი წმენის პრინციპები დავიცვათ. ყველა იცავს თავის წმენის პრინციპებს. ბუდისტები იცავენ თავისი წმენის პრინციპებს. მუსულმანები იცავენ თავიანთი წმენის პრინციპებს. მართლმადიდებლური ეკლესიები იცავენ თავიანთი წმენის პრინციპებს. ჩვენ ქრისტიანები ინდივიდუალურად ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყოველდღიურ ურთიერთობაში, მოყვასთან, ნათესავებთან, წუთისოფელში, როგორ ვიცავთ ჩვენ პრინციპებს. დღევანდელი ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან როგორ და რითი შემოიფარგლება და პავლე მოციქული წერს ასევე ფილიპელთა ეკლესიას. და იქ ამახვილებს ყურადღებას და წერს ფილიპელთა ეკლესიას, რომ რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება და რა არის მნიშვნელოვანი. და ეს დღეს ჩვენს გვეხება ძვირფასებო, იმიტომ რომ დღეს ჩვენს ვბრძოლობთ ყოველდღიურად. ჩვენს ბრძოლის ველზე ვდგევართ, იმიტომ რომ წმენა შევენარჩუნოთ. ეს ამ წუთისოფელში ბრძოლა წმენის შენარჩუნებაზეა. ვინც არ ინარჩუნებს წმენას, მას უკვე ბრძოლა აღარ უწევს. იმიტომ რომ ის უკვე წუთისოფელს ეკუთვნის. მაგრამ ვინც ბრძოლობს ყოველდღიურად ცოცხალი უფალი იესო ქრისტეს გულისთვის, ის ბრძოლის ველზეა. დღეს ჩვენ ბრძოლის ველზე ვართ. უფლის ცოცხალი ეკლესიები, რომლებიც მის სიტყვაზე არის დაფუძნებული, უდიდესი სულიერი არმია, რომელიც ებრძვის ბოროტ-ძალებს. და პავლე მოციქული წერს ფილიპელთა ეკლესიის მეოთხე თავის მე-11 მუხლიდან, გაჭირვების გამო არ ვამბობ ამას, რადგან ვისწავლე, კმაყოფილი ვიყო იმით, რაც მაქვს. ვიცი გაჭირვება და ვიცი სიუხვე. შეჩვეული ვარ ყველაფერს, ყოველივეს, გაძღომას და შიმშილს, სიუხვეს და ხელმოკლებლობას. ყველაფერი შემიძლია ჩემს განმაძლიერებელში. ხოლო თქვენ კარგად მოიქეცით. ჩემი გასაჭირის რომ გაიზიარეთ. რა გასაჭირია საუფალი? ფილიპელთა ეკლესიამ რა გასაჭირი გაიზიარა? რა გაიარა მან?
ფილიპეში მყოფ ეკლესიის მოწმეებმა რა განიცადეს? იგივე რას პავლემ განიცადა. იგივე რას მეორე კორინთელთა წერილში წავიკითხეთ, რომ წმენის გამო რას აკეთებდა პავლე მოციქული. პრობლემების დროს რას აყენებდა წინ. და დღეს ისმება კითხვა, რომ პრობლემების დროს, განსაცდელის დროს, სასოწარკვეთის დროს ჩვენ წინ რას ვაყენებთ? უფლის მინდობას ბოლომდე. თუ პირადად ჩვენი ადამიანის მე თუ ეს არ გავაკეთე, მე თუ ეს არ მოვიმოქმედე, მე თუ ეს ნაბიჯი არ გადავდგი, მე რო ეს არ ვთქვა, მე რო ეს იმას არ გავუკეთო. როგორ ვიქცევით ჩვენ ყოველდღიურად? იმიტომ რომ ფილიპეს იმაში ძალიან ის არის პავლე მოციქული ამბობს, რომ არაფერი არ მიკვრის ამ ცხოვრებიდან. ყველაფერი გავიარე, ყველაფერი განვიცადე. სიღარიბეც და ხელგაშლილობას, შიმშილის და დაკმაყოფილებას. მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც არის, რომ არასოდეს პავლეს არ განუცდია სულიერი შიმშილი. იმიტომ რომ ის ყოველთვის ურთიერთობაში იყო ღმერთთან. მაგრამ დღეს მოწმეებმა შეიძლება მოვისმინოთ უпроსოდ მოწმეებისგან, რომ სულიერად გამოფიტული ვარ, სულიერად მშიერი ვარ, სულიერად მწყური, სულიერად წყურია საკვები. კაია ქადაგება, კაია ქადაგების მოსმენა, კაია ბიბლიის კითხვა. მაგრამ სულიერი საკვების დაკმაყოფილება ყველაზე მეტად ქრისტიანებს უწევს ყოველდღიურ ცხოვრებაში. იმიტომ რომ როგორ ვიქცევით და რას ვაკეთებთ? რას მოიმოქმედებ და როგორ ვლოცულობთ? როგორ ვართ მომთმენი და რაში გამოიხატება? ამიტომ ძვირფასებო გისურვებთ, რომ ჩვენი ცხოვრება არ შემოიფარგლებოდეს კვირაში ერთი დღით. ჩვენი ცხოვრება არ შემოიფარგლებოდეს კვირაში ან ყოველდღურად ერთი საათით. ამისინ ერთ-ერთი ის იყო, რომ მეუღლესთან ერთად მივდიოდი თბილისში და გავედით მაიცადე მეთქი მოვტრიალდი და ისა რამე დაგავიწყდაო და კი მეთქი წავედი და ავიღე ახალი აღთქმა პატარა ჯიბისა და ეგ ისა რას უნდა გამოიყენო არ ვიცი მაგრამ ერთი პრინციპი რაც არის რომ ყოველთვის შემთან არის იმიტომ რომ არ ვიცი ვისთან რა როდის მომიწევს საუბარი არ ვიცი როდის და ვის დასჭილდება არ ვიცი ვის შემახვედრებს უფალი ვისაც სჭილდება ცოცხალი სიტყვა ცოცხალი წმენა ამიტომ ძვირფასებო ჩვენ გვჭილდება რომ ყოველდღიური ურთიერთობა ღმერთთან იყოს არა ბაგით არამედ საქმით როგორც წერილია იაკობის წერილში რომ წმენა საქმის გარეშე მკვდარია ყველა უფლის შვილები ვინც კი იყვნენ და არიან დღეს თავიანთი წარმოთქმული სიტყვის ბაგით რომ კი მწამს ამტკიცებენ წმენით ამტკიცებენ საქმით დღეს ჩვენ ყველა ვამბობთ რომ გვწამს ვინ საქმე მყოფებით მაგრამ ჩვენი საქმე შეესაბამება იმ სიტყვის წარმოთქმულ სიტყვებს რომ დიახაც მე მწამს მე გისურვებთ წარმატებას მე გისურვებთ რომ ყოველთვის ვიბეჯითოთ უფალ იესო ქრისტეში და ყოველთვის გვახსოვდეს რომ ჩვენ გვჭირდება ჩვენი წმენის დაცვა ჩვენი წმენის პრინციპის წინ წამოწევა ყველაფერს აქვს თავის პრინციპი ყველა საჯარო სამსახურს ან ისა სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე პასუხისმგებლობიან პირებს ყველაფერს თავის პრინციპი აქვს მაგრამ სამწუხაროდ ვამბობ რომ ეკლესიამ მოწმუნე შეიძლება დაკარგოს თავისი წმენის პრინციპი ადვილად თქვას უარი ღმერთზე ადვილად ატკინოს გული უფალს ბევრი ადამიანები ყოფილან ესე პირველი საუკუნიდან მოყოლებული დღემდე და ბევრი იქნება და მე გისურვებთ რომ ყოველთვის ჩვენ ცხოვრებაში ჩვენი წმენის პრინციპი მაღალ საფეხურზე იდგეს ჩვენი წმენა ყოველთვის სოცხალი იყოს და ჩვენ ყოველთვის ხარობდეთ განსაცდელით შეიძლება ვთქვათ როგორ ისევე როგორც პავლე ხარობდა ისევე როგორც ის 12 მოციქული ხარობდა როცა იესოს ამაღლების შემდეგ დაიწყეს კეთება და რა შეურაცხყოფას იღებდნენ უფალი იესო ქრისტეს გულისთვის და დღეს ჩვენც მივიღებთ ვინც სული იგვექნება რომ ეს გავაკეთოთ უფალმა დაგლოცოს გვაკურთხოს გვიმრალოს წმენა გვიმრალოს უფალთან ცოცხალი ურთიერთობა არ იყოს ყოველ შემოფარგლული კონკრეტული დროით კონკრეტული დღით
იმიტომ რომ ღმერთი არ შემოიფარგლება კონკრეტული დღით. ღმერთი არ შემოიფარგლება კონკრეტული საათით. ღმერთი შეუზღუდავია. ღმერთის ფარგლები არ არის. ასე რომ გისურვებთ რომ იღლისეურად ვიყოთ უფლის ტაძრები ამ წუთის სოფელში. უფალმა დაგლოცოს და გვაკურთხოს და მოგცეს ამისთვის ცოცხალი წმენა და უსაზღვრო სიყვარული ღმერთის მიმართ. უფალი იყოს თითოეული ჩვენგანის მფარველი. ამინ.